კახაკალაძემ განმარტა, რომ თვალწრილიძის პირველ ნომერში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული 9 ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ 3 დათანხმდა, მათგან 2 ქირით დაკმაყოფილდა, ერთს უარი ეთქვა საკუთრებაში დაფიქსირებული უძრავი ქონების გამო, რაც შეეხება დანარჩენს მათ ქირით გასვლაზე უარი განაცხადეს. აი თქვენი შეფასება მინდა პირველ რიგში მოვისმინო იმ ყველაფერზე, რასაც მთელი დღეა TV პირველი პირდაპირ ეთერში უჩვენებს. კანდიდატი ხო უნდა წარედგინათ და ოცნებამ თქვა, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზიაო. დღეს უსმინეთ ამას, რომ ერთი არა, არ მისმენია რა თქვა? ერთი კვირით გადაიდო მერობის კანდიდატის წარდგენა, რაღაცა ტექნიკური ხარვეზიაო. ხო და ეს ტექნიკური ხარვეზი არის ეს ახლა რასაც თქვენ უყურებთ, ეს არის შიდა დაპირისპირების გაგრძელება და მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს კალაძეს წინააღმდეგ სპეცოპერაციას, დღეს მიიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტრო გეკა. ახლა რო გესმოდეთ, ახლა რა ხდება? ხალხი ამათ ხომ საერთოდ ადამიანი არ აინტერესებთ, ადამიანის პრობლემები არ აინტერესებთ. დღეს რატო ხდება? თქვენ არ გაქვთ ასე კითხვა ხო გაუჩნდა საზოგადოებას, რატო აი დღეს რატო მივარდნენ? ერთ კვირაში მერობის კანდიდატი უნდა დაასახელონ და ხო, მაინც და მაინც ადგილობრივი არჩევნების წინ რატო? რა ვიცი, დღეს უნდა დაესახელებინა თუ გუში და ერთი კვირა გადადეს და ამასობაში მთელი დღე გვაყურებინებენ ძალადობას, ხელების გადაგრეხვას, გახადეს ადამიანებს, გააშიშვლეს, ისე მიყავთ, სცემენ, გავეშებულები დარბიან. ვინ აკეთებს ამას? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინ არის მინისტრი? გეკა ხო? თუ ანუ მამუკა მდინარაძეა მინისტრი. გეკა არ არის თუ გელა არ არის მინისტრი. მამუკა მდინარაძეა. ამასობაში სად არის მამუკა მდინარაძე? მამუკა მდინარაძე ჩემი ინფორმაციით არის თურქეთში, წასული სავარაუდოდ რიჟვაძესთან შესახვედრად. არ ვიცი, ხვალ გამოვიდეს სამთავრობო უწყებები და დაადასტურონ თუ მამუკა მდინარაძე წასულია თურქეთში, იქ სადაც რიჟვაძე მკურნალობდა და უკვე ხუთშაბათს თუ პარასკევს ერთი კვირა ლამის გაწერეს ეს ადამიანი. ხალხს უჩნდება განცდა, რომ წავიდა იქ კონკრეტული საქმის დასალაგებლად, იმიტომ რომ დღემდე პროკურატურას განცხადება არ გაუკეთებია. თქვენ მოგისმენიათ ოფიციალურად, რამდენი დღეა ამაზე? 2 კვირა გავიდა უკვე ლამის, ხო? პროკურატურის ოფიციალური განცხადება თუ მოგისმენიათ? გეკამ განცხადება გაიქ რო ჭიდაობს ახლა მისი ხალხი. გეკამ განცხადება გააკეთა, იყო თუ არა იქ შინაგან საქმეთა მინისტრი იმ ბესპრეცედენტურ გარჩევაზე. იმ დღეს რამდენი ადამიანი იყო რიჟვაძემ, სანამ რიჟვაძეს ასე ვთქვათ კლავდნენ. ვიცით რამდენი ადამიანი იყო? გისმენთ თუ იცით ოფიციალურად? არ ვიცით. არა, არც კადრები გვინახავს. პროკურორის განცხადება ოფიციალურად. რატო? იმიტომ რომ მასთან მიდის დაალაგება. თვალები რო აქვს ჩაცვენილი კობახიძეს და იქიდან რო გვიყვება 3 დღე რო დარბის ახლა ეთერიდან ეთერში და აპრავებს რაღაცას რომ აი რიჟვაძე ეხლა რა თქვენს ვერსია რომ აი ახლა ვიღაცამ დაწერა თურმე მამუკა მდინარაძე მამუკა მაგიტო ხომ არ ხარ წასული რომ რიჟვაძეს გაურიგდე რომ რიჟვაძე მერე თქვას ან ვიდეო ჩაწეროს ან განცხადება გაავრცელოს რომ იცით რა ჩემზე ეს ხალხი არ ლაპარაკობდა რომ კორუმპირებულია მე სხვები მაბრალებდნენ ოპოზიცია დარტყმის მთავარი ობიექტები სხვა შორის აი უსინდისობასაც აქვს თავისი არა უსინდისობასაც აქვს თავისი საზღვრები და აი ახლა მე რაზე ვსაუბრობ წერილი რის გამოც კაცი იკლავდა თავს ანუ ამ წერილში რაც ეწერა კორუფციას მაბრალები და ბარიგების მფარველობას არ შეეხოთო ვინ დაასახელეს ლევან ხაბეიშვილი და ნოდარ მელაძეო ანუ ესე ამაზე ალბათ მოვისმენ ჩვენ პასუხებს მაგრამ ესეთი უსინდისობა კაცი იკლავდა თავს და წერილში დაწერა რომ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ რიჟვაძის დაჭერას აპირებდნენ ეხლა თქვენ რა ინფორმაციაც თქვენ ანუ თქვენ ამბობთ რომ მამუკა ეხლა არის მე მაქვს ინფორმაცია თუმცდარია ხვალ თქვან თუმცდარია ან დღესვე რა ვიცი დაწეროს სადმე მამუკა მდინარაძეს ეჭვი მაქვს რომ თითები არ იქნება ხო დაკავებული დაწეროს სად არის რა თურქეთში არის რიჟვაძეც რა ვიცი ხა მე მაქვს ეჭვი რომ ამ საქმეზეა წასული რამდენიმე დღის წინ თქვი კიდეც რომ მათ ასე ვთქვათ მოსალაპარაკებლად მამუკა მდინარაძე წავიდა კი ეხა რა ვიცი თუ ასე არ არის გამოვიდნენ თქვან ეს ერთი ახლა მეორე დღეს რაც მიმდინარეობს არის მამუკა მდინარაძის სპეცოპერაცია კალაძის წინააღმდეგ მესამე კობახიძე უკვე დადის ზარქუასავით და გურამ მაჭარაშვილივით პრემიერი არის ჩამოტარებით ეს ანუ როგორც ზარქუა კომენტირებს რაღაცა სისულელეებს როგორც მაჭარაშვილი ესევე დადგა კობახიძე და დინარაძის დავალები დადის და მესეჯ ბოქსებს ატარებს დინარაძე დარწმუნებული ვარ უბიზნებს იქნება აი ამ უახლოეს პერიოდში გახდეს პრემიერ-მინისტრი ეხლა გაგიჩნდებათ კითხვა როგორ შინაგან საქმეთა მინისტრი მისია პროკურორი მისია სუსის უფროსი ოხანაშვილი მისია რა ვიცი ეხლა ინფრასტრუქტურის ამ სიმაღლეზე აფრინდა მამუკა მდინარაძე და გესმოდეთ რომ მამუკა მდინარაძე მართავს ხელისუფლების აი ამ ყველას მისი თანაკურსელები მე არც თქვა საბა თვითონ თუ არ არის ესე აი მაყარში რო გაყვა ხალხი მართლა არ ვამეტებ ის ხალხია დღეს პროკურატურის სათავეში მისი საძმაკაცო სამეგობრო გეკა არის მისი არ ვიცი თანაკურსელი თუ თანაუნივერსიტეტელი მისი კადრია
კითხეთ გელას, გეკას, ჯეკას, კითხეთ ამ სახელებს, იმიტომ ვიძახი, ვერ გავიგე, რა ქვია, მინის ჯერ ხან გელა ქვია, ხან გეკა, ხან ჯეკა, მართლა ვერ გავიგე, ხან ერთ წერე, პირადობა სხვა წერია. გაგვაგებინეთ რა ქვია ამ კაცს. მეორე სუსის უფროსი ცხადია ოხანაშვილი ეს მისი დანიშნული ეს აბსოლუტურად სასაცილო ფიგურა, ხო? ჯერ კიდევ ამბობ, სუსში ამ ადამიანს არავინ არ აგიქვამს სერიოზულად, სასაცილო ფიგურა, დასცინის ყველა თანამშრომელი. ოღონდ აკონტროლებს ცხადია ამ იმას რა ქვია, სამსახურს, იმიტომ რომ უფროსია და ვისი უფროსი არის მამუკა მდინარაძე. კობახიძეს ყავს ერთი ინფრასტრუქტურის მინისტრი, მეტი კობახიძეს არავინ არ აკავს. ეს რო გვესმოდეს ახლა მამუკა რა დღეშია, რომ მამუკას უნდა პრემიერობა. ბიძინას კარზე დაწინაურებულია, იმიტომ რომ კობახიძემ თუ კალაძეს დაადო, ასე ვთქვათ, ხერა იქნება არ დავიჭიროთ ეს და ეს ჭირდება და 800 მილიონს არ ვიცი და რაღაცას მოიტანს. მამუკა მდინარაძე ანგარიშები დარბის, რომ ესა რა ქვია, ბატონო ბიძინა ამან ამდენი წაიღო, ამან ამდენი კალაძეს 800 მილიონი მოსატანი აქვს და ასე შემდეგ. ეხლა თქვენ რასაც უყურებთ, მთელი დღე გავეშებულები ადამიანებს რომ ურტყამენ ეს პოლიციელები. ეს არის შიდა ომი. ამათ აი სხვა დღე თუ გინახავთ მაგალითად მთელი დღე რომ ადამიანების სიკეთეს გვაჩვენებენ, აი ეს ეხლა რაც ხდება ეს ზალადობა. ის საინტერესო ვერსიას ყვებით ეხლა. აი უკვე როცა მერობის კანდიდატი უნდა დაასახელოს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს არის, მე გამიჩნდა ეს ჩემი პროდიუსერები სხვა შორის დამეთანხმებიან დღეს თქვი რომ აი ეხლა ეს რა არის? ანუ თქვენ ამბობთ რომ თვალჭრილიძის ქუჩაზე ეხლა რაც ხდება, მამუკა მდინარაძე უწყობს კალაძე. მამუკა მდინარაძე კი ეს ეხლა რაც ხდება. რაში ჭირდებათ ამიხსენით? რაღა მანდამაინც დღეს, რატო არა 3 თვის წინ, რატო არა 2 თვის მერე რა ხდება დღეს? რა არის ეს? იმიტომ რომ მერობის კანდიდატი აი უნდა ტექნიკური ხარვეზიო. ტექნიკური ხარვეზი არის მდინარაძე ივანიშვილი ამ წუთას, იმიტომ რომ იქიდან თანხმობა არ არის, კალაძეც გათეთრებული დგასო დაასახელებენ არა, ვაიმე მე ვარ ერთ კვირაშიო, ერთი კვირის წინ თქო რომ ერთ კვირაში დამასახელებენ, ხა ტექნიკური ხარვეზია. განა შესაძლოა დაასახელონ. ოღონდ ეხა იქ მიდის ვაჭრობა, ბიძინა ფული მოიტა, ძმაო, აქ ფული დაიდოს და მე არ ვიცი გადავწყვიტავ რა. ამასობაში თურქეთშია გაგზავნილი მამუკა, იმიტომ რომ ძალიან არეული აქვს ეს თემა, ხო, ეს გადასკოჩილი როდემდე ეყოლებათ ეს ქართული ოსრების დეპუტატები. ხა ადამიანს კლავდნენ და ვიღაცას პასუხიც აინტერესებს, ხო? რას დალაგდებიან კი რიჟვაძესთან? მე გეტყვი დალაგდებიან აუცილებლად, იმიტომ რომ რიჟვაძე ზუსტად იცის რომ ბიძინა ივანიშვილი მათე ბიძინას ენაზე უნდა ვთქვა, ხა სხვა ენაზე არ უნდა ველაპარაკოთ ამათ. სპასობნია რომ ნებისმიერ ადგილას ჩავიდეს და დაიქირავოს ქილერი ნებისმიერი ადამიანისთვის. იცის ეს, გაუკეთე, მოიცა ბაჩიაშვილთან დაკავშირებით რა გააკეთა. შვილობილს ეძახდა, ჩემიო, როგორც შვილსო, ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაქვს ესეთი ინფორმაცია, ერთ-ერთ შეხვედრაზე რომან აბრამოვიჩთან გაგზავნილი ყავდათ ბაჩიაშვილი. როგორც ჩემი შვილობილი ისე მიიღეთო. და ნახეთ შვილობილს რას უშვება? აწამებს მოსაკლავად გაიმეტა. და ქურდულ სამყაროს კრიმინალებს ბადრაგს 2000 ლარად რომ მუშაობს, უთხრა რომ ამას მილიარდის პაროლი აქვს. და ბიზნეს გონია, გრიგორიჩი გონია რომ $1 მილიარდ. ესე იგი 3 მილიარდ ლარის რაღაცა კოდს შენ მოგიტანენ, ინგა ეხა მართლა სისო ჩამოახჩობენ ბაჩიაშვილს. ძალიან წუხვა რამ ადამიანის გამო მართლა ჩამოახჩომენ და იტყვე რომ ბატონო ბიძინა თავი მოიკლა რა ვიცი ჩვენ. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაფერზე წამსვლელი, აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელი. ეხლა ერთი გამოსა, აი დღეს რასაც უყურებ თელი დღე. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს მივმართო. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი. მე ყველგან ვამბობ, ეს იქნება 4 ოქტომბრამდე, შეიძლება 15-20 სექტემბერს მოხდეს. კი არა, ეს კი არ გამორიცხავს რამეს, მაგრამ ამ წუთას რომ გვაქვს ბუნებრივი დედლაინი, ამ ადამიანებს ჩვენ თუ ფიზიკურ წინააღმდეგობას არ გაუწევთ, არაფერი არ მოხდება. გააგზელებს ივანიშვილი მკვლელობას, გააგზელებს წამებას, გააგზელებს ბესპრიძელს, ადამიანებს ხრეტენ ბათუმში, სადაც ტურისტები უნდა ჩადიოდნენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები უნდა ისვენებდნენ მშვიდად ბათუმში, ხრეტენ დღისით, მზისით ვიღაცა ტიპები დარბიან იარაღით. რატო? იმიტომ რომ კოლ-ცენტრები ვერ გადაინაწილეს, რიჟვაძის ბიზნესებს ეხლა ვის ადრე რო რიჟვაძეს ქონდა ვერ ინაწილებენ, სათამაშო ბიზნესებიც გამოჩნდა ის არაბიატაქვეშეთი, სადაც მილიონობით დოლარზე ვლაპარაკობთ, ამის გამო ერთმანეთს ხოცავენ, ყველას კარზია ეს უსამართლობა მოსული, ესე იგი მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა, უნდა გვესმოდეს ძალიან ძიმე რეალობა იქნება და კიდე, ესე იგი პროპაგანდა სხვათა შორის მალევე მოკლეს, ხო? თქვენს ხო ეხლა ევროპა არის თურმე LGBT, ნუ აბსოლუტური სიგიჟე, ესე იგი თურმე ვიღაცას კაცებს გაათხოვებენ, ჯერ კაცებს ატო აყენებენ ამ შეურაცხყოფას. მაგათ რა გონიათ ეხლა რომ პოლონეთში აბა ჩადი და პოლონეთში ვიღაცას უთხარი რომ პირობითად გეუნები, აი ამ მიაყენე რამე ეგეთი მსგავს შეურაცხყოფა. თავს დაანგრევენ. აბა ჩავიდეს ეხლა რომელიმე ქვეყანაში და რამე მსგავსი გაიმეოროს. თუმცა, ეხლა ნახეთ, ჩვენ ისა ინგა რა ის გვაქვს, იცი რომ მეორე პროპაგანდა ომთან დაკავშირებით, ამას უნდა უპასუხოთ ერთხელ და სამუდამოდ. ესე იგი, ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ჩვენი ერი არის ჩმორი და ომს რო გვეუბნებიან. მოიცა, ეხლა ომში არა ვართ, როცა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ყოველდღე ოკუპაციას აგზელებს რუსი. მოიცათ, ხალხო, ერთი წამით რა, თქვენი ჭირიმე მართლა 20% რო ოკუპირებულია, ვაღიარებთ, კაპიტულაციას ვაცხადებთ.
და კაპიტულაციას თუ არ ვაცხადებთ, ჩვენ რატო გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები, ამერიკის შეერთებული ევროკავშირი იმისთვის რომ უსაფრთხოდ ვიყოთ. აქეთ არის უსაფრთხოება რეალობაში, სადაც ევროკავშირის ერთი ქვეყანა მითხრათ, სადაც ომი არ არსებობს ეგეთი. ერთი ქვეყანა ევროკავშირის მითხრათ, სადაც ომი არ არსებობს. პროპაგანდას როგორც უნდა ისე ატრიალებს. მეორე, არა, ჩმორობას, ნახე, ჩმორობაზე. ხალხო, ომში ჩვენ უბრალოდ ახლა ის არა, რა ქვია, იარაღით არ მიდის ომი, თორე ომში არ ვართ, კაცო. როცა ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ის ქვეყანა არის თუ არა საომარ მდგომარეობაში? როცა დავთმეთ, ქართველები აღარა ვართ. ვაშკაცობა ეს ქართველობას გვართმევენ, ბიძინა ქართველობას არ გართმევთ ბოდიში და ბოზობას უასწავლეს ამ ხალხს. გომელაო რომ მიიყვანეს გენერალი კაცი. ეხა მითხარით ერთი რამ, ეგ ვიღაცები, ჩვენ მე ისეთი მაგარი ბიჭი ვარ, ვიღაცები ბლატაობენ, მე იმაზე ესე არა. ჩვენებას რო აძლევინებს გომელაოს და დღეს დაზვერვის უფროსმა. ხალხო, კარგად მომისმინეთ, დაზვერვის უფროსმა თქვა, რომ საგუშაგო რო ჩაიდგა, არ ვიცოდიო. მაგნაირი დაზვერვის სამსახურის დედავატირე, ბიჭო, ჩვენ ქვეყანაში რო საგუშაგო იდგება, ეგ რო არ იცის, იმან რა უნდა დაზვეროს სხვა ქვეყანაში. ეს იყო სრული სიგიჟე, ლევან, ამაზე უნდა დაგეთანხმოთ. დაზვერვის უფროსი ამბობს, რომ წარმოდგენა არ ქონდა საგუშაგოს ჩადგმაზე. ეს იყო ისეთი სიგიჟე, მე ყველას კითხვა გაგვიჩნდა, რომ ბატონო, აბა ვისი იმედი უნდა გქონდეს ჩვენ თუკი ამას ამბობთ? აი ამ ჩმორებმა მართლა, აი ეს აბსოლუტური ჩმორები, ბიჭო, რაც თავის დროზე, აი ეს ხალხი ერთადერთი ვისთანაც არიან მაგრები, აი ამ ხალხთან. გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი, ხელები რო დაკოჟრილი აქვთ, დაშავებული რო აქვთ ადამიანები რო შრომობენ, რო ოჯახს, ბავშვებს აჭამონ ერთი ლუკმა, ამათთან ჭიდაობენ. ოღონდ უნდა მიუტრიალდეთ, ხალხო, მობილიზებულად უნდა მიუტრიალდეთ და ამათ დედა უნდა უტიროთ. აგერ თქვენი ეთერის მეშვეობით მე მინდა კიდე ერთი ინიციატივა გავაჟღერო. აი გედედეს ახალი თანამშრომელი, ძველი თანამშრომელი უნდა გესმოდეთ. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი. პაატა ბურჭულაძეს აქვს ინიციატივა, სამოქალაქო ინიციატივა. რატო უსვამთ ხოლმე ხალხს? პაატა ბურჭულაძეს, ეს არ არის პარტიული ინიციატივა. და ადამიანი, რომელსაც პარტია და პოლიტიკა არ აინტერესებს არც ახლა და არც მას შემდეგ, რაც ბიზნესმენში დავამთავრებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ 4 ოქტომბრის გარშემო გავერთიანდეთ და მე მიმართავ ძალოვანი უწყებებს, განსაკუთრებით გედედეს თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ამაზე შევთანხმდეთ. $200,000 უნდა მიიღოს ყველამ ჯილდო, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში. დაიმახსოვრეთ, $200,000 მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს, ასე ვთქვათ, მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის, აი ამ იმას, რა ქვია, გაზის იმას, დააგდეთ ეგ გაზის იარაღი, $200,000 სახელმწიფო, როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, იქნებით 50-50-ე, საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, კაცო, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, ძმებო, რამდენი ამოსაღები, ხო გესმით ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს $200,000 არის 9 მილიონ ლარზე მეტი. ასევე მე მინდა მივმართო, მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. ცხადია, მაქვს ძალიან ბევრი მასალა, ოღონდ არა მარტო მე და ეს მასალები არის სხვადასხვა მიმართულებით დაცული. აი გიჟებივით ჟურნალს, მათ შორის წამების ვიდეოები, ადამიანის წამების ვიდეოები, რომელიც რასაც აკეთებდა, მე ადამიანს ვაწამებდო. როცა შლიდნენ, როცა არბევდნენ, არა ადამიანურად ეპრობოდნენ. ბიძინა ივანიშვილი რო გიჟდებოდა ამაზე და ბედნიერი რო უყურებდა, გომელაურს თვალები რო უცვიოდა, ნახე რა მაგარიაო და კობახიძე მდინარაძეს იგივე ჩატებში რო დაათრევდნენ, ნახე რა მაგარია, ნახე რა მაგრაო. ეს რა დღეშია, აი ეს ვიდეოები, ვის ხელში არის, რა ვიდეოებია, ძალიან ბევრია ასეთი და მე მიმართავ სხვა თანამშრომლებსაც. $200,000 იმასაც უნდა მივცეთ ჯილდო, ვინც სისტემას ამხელს. ეს არ არის სიტყვების რახარუხი. თუ არა და 4 ოქტომბერს, როცა გავისწრებთ ამ ხელისუფლებას, ვინც გონს მოეგება ხომ კარგი და ვინც არ მოეგება, ისინი ძალიან ინანებთ ჩემო ძვირფასებო. ითანამშრომლეთ ქართველ ხალხთან. და მე როცა ვამბობ ხოლმე და ვლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი. როცა ხელისუფლება ძალადობს ხალხზე, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უფლება დავიცვათ სახელმწიფოს ინტერესები. ისინი მიდიან რუსეთის მხარეს, ისინი გვთავაზობენ ლაჩრობას, ისინი გვთავაზობენ ქვეწოლას, ჩვენ ვამბობთ გვინდა თავისუფალი, მშვიდობიანი, ერთიანი საქართველო. ამერიკის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა გვინდა, ევროკავშირში შესვლა გვინდა, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ეს იმის, რა ქვია, ჩვენი რეგიონი შვეიცარია. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ შვეიცარიასავით დაცული ვიყოთ და შვეიცარიასავით ვიყოთ უსაფრთხო. აი ეხა მწერენ, რომ ერთობის წარმომადგენელი 4 სტუდენტი დაიჭირეს
ნიკოლოზ ტყემალაძე, დათა ქაშიაშვილი, ვასო ბერიძე. ჩვენ შევეცდებით რომ დათუნა იყო კიდევ არა, ისინი გამოვაცხადე კიდე ეს კიდევ დამატებითი ინფორმაცია. ყველა სოლიდარობა, მაგრამ დაგვიჭერენ, გდევნიან, გაგვლახავენ, კვერცხს გვესვლიან, ქვას, ჰაიმარს გვესვლიან, სანამ ცალ-ცალკე ვიქნებით. ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივი დედლაინია თქო 4. 4-მდე შეიძლება მოხდეს, კი შეიძლება. ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ ასე ცალ-ცალკე გათითოკაცებული, ის იმას არ დაელაპარაკოს, ეს ამას არ დაელაპარაკოს. უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა. არ უნდა მე პირობას გაძლევთ. მამუკა მდინარაძე და კობახი 9 საათის საქმეა. მამუკა მდინარაძე და კობახიძე შეიხვეწება აეროპორტში გზის გახსნას, რომ გაიქცნენ ამ ქვეყნიდან. ნუ რავის ნუგონიათ, რომ ჯეკა თუ გეკა თუ ფოხანაშვილი თუ ეს პროკურორი ან ვინმე არის ამათი დამძე ვერ არ შეუძლებელია 200,000 ქართველი წინ დადგეს 2,000-2,500 მათ შორის არ დაგვაუწდეს ეს დაღესტნელები და კადიროვშიკები რო ჩამოყავთ ქართველები საცემლად ჩამოყავთ ჩეჩნები ჩამოყავთ დაღესტნელები და იმას რა ქვია გაბერეს ნახევარი საქართველოს ცემით რუსთაველზე ამის უფლება არ უნდა მიძო რას ქვია ჩეჩენი კადიროვშიკი ჩამოვიდეს აქ ნიღაბი ჩაასვა და ქართველი ცემონ ყველას უნდა ესმოდეს ეხა მე ისევ იმ თემას მინდა მიუბრუნდე ეგეთი უცნაურია ცხოვრება ჩვენი დღევანდელი მათ შორის ჟურნალისტებისაც ვიდრე გადაცემაში შემოვიდოდი ცოტა ხნით ადრე უცებ რა თქმა უნდა იქ განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე განსაკუთრებით საღამოს და დაჭერებიდან ყველაფერი აყირავდა და მაინც ამ თემაზე მინდა მივაბრუნო თქვენი ინტერესი რა ანუ საუბარი ანუ თქვენ ამბობთ თქვენი ვერსია ასეთი რომ ის რაც დღეს აი ეხლაც ხდება თვალჭრელიძის ქუჩაზე ეს არის მამუკა მდინარაძის მიერ კახა კალაძის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია. ცხადი ეს არის შიდა ომი და შიდა დაპირისპირებდა მამუკა მდინარაძე ვეღარ მალავს რომ კბილებს კრიჭავს ისე უნდა პრემიერ-მინისტრობა და მე ვამბობ პრემიერ-მინისტრი კი არა ეს ხალხი უნდა გავაქციოთ ამ ქვეყნიდან და მე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტეს კობახიძე ხო გინახავთ ნიკა მელიასთან მინიმალურ დაპირისპირებაში აი ეს მართლა ჩმორი თუ აი აჩვენეთ საზოგადოებას ბევრჯერ აჩვენეთ ყოველდღე აჩვენეთ როგორი ჩმორია ერთ-ერთზე ეს კაცი იცი როდის არის მაგარი აი როცა 2000 სპეცრაზმელი შეიარაღებული დგას მაშინ მაგარი ბიჭია როცა მარტო თავის პროპაგანდისტებთან ერთად აო მაშინ მაგარი ყოჩაღია ძალიან ჩმორია ძალიან მხდალია იგივე აქვს ზოგადად ხოცის ეგეთია პროტოტიპი არიან ჩმორები ჩვენ ქართველები მათ უნდათ რომ დაგვა ისა ინგა ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენ ვართ ჩმორები რომ ხტლები აჩვენებენ ყველად რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთიანობა შეგვიძლია გაგვიკეთებია მიხეილ სააკაშვილის 2003 წელს ეს გაუკეთებია ქართველ ხალხთან ერთად შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ერთადერთი დამამკოლებელია აქ ნიჰილიზმი და უიმედობა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე. ერთადერთი მოკავშირე, თორე კიდე გეუნებით. არც გელა, არც ფოხანაშვილი, არც პროკურორი, არც მდინარაძე, არც ეს ჩმორი კობახიძე არანაირი წინააღმდეგობის გამწევი არ არის. შეხედეთ ამ ხალხს, აი პოლიციის ფორმები რო აწვია და 1200 ლარზე რო აი ესე დაგეშავენ და ამათ გაუბედურებული ოჯახები, იმიტომ რომ უკვე ნახევარზე მეც სესხები აქვს. მე ამათ თავაზობ. საქართველოს ხალხთან ითანამშრომლობ 200,000 დოლარი ეკრება ყველას ჯილდო, ვინც ამხელს ამ რეჟიმს. მე ვარ კისრით მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს სიტყვებზე და გედედეს თანამშრომლებს და სხვას მოუწოდებ. ყველა ისეთი მასალა, რომელიც ამხელს ამ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მიტაცებული ხელისუფლების პირობებში. ყველას მიეცემა ჯილდო 200,000 დოლარი. დაფიქრდით ძმებო, თქვენ იცი რატო ვამბობ ამას? 200,000 დოლარი რატო ვამბობ, იცით? იმიტომ კი არა, ვინმე სიხარბეზე ვლაპარაკობ. უბრალოდ ეს ფული, რომელიც ხალხს ეკუთვნის, წაიღო რიჟვაძემ, ლილუაშვილმა, გომელაურმა, ღარიბაშვილმა, კალაძემ ამათ ესენი რომ დააბრუნებენ ბიძინა კი ვერ წაიღებს იმ ფულს. აი ამ ხალხს უნდა დაურიგოთ. და შესაბამისად ეს ხალხი ცოტა აზრზე უნდა მოვიდეს და ბოლო კითხვას დავასრულებ ბოლოში. მამუკა მდინარაძეზე გვითხრან მე ერთი კვირა ვიძახი, ჯერ ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო თუ არა ამ რაზმურკაზე და საერთოდ გაგვაგებინონ რამდენი ადამიანი იყო იმ დღეს. იმ წუთას კი არა. იმ დღეს რამდენი იყო, იგა. ესენი 4 იყვნენ. სად არის თან 4 იყვნენ, რაღაცა კომენტარში გავიგეთ. რამდენი ადამიანი იყო იმ დღეს იმ ოჯახში? ვინ მივიდა, ვინ წავიდა, როგორ იყო ეს? იყო თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი მეორე, მამუკა მდინარაძე. აი ახლა იმყოფება თუ არა თურქეთში. მამუკა იმ დღეს ხო გამოგაგონეს? ეხა ჩამიწერე შეინჭირიმე ვიდეო, სად ახარ დაგვენახე. სად ახარ გვაჩვენე თუ თურქეთში ხარ?
ხო, გასაგებია, ხო, ეს სხვა იგი შორის რიჟვაძესთან ეხლა საქმეზე. ის არის ჭორაობას ემსგავსება ხოლმე ასეთი ინფორმაციის მოყოლა, მაგრამ როგორც კი ეს წერილი გავრცელდა და ანუ მეორე დღემდე ხო იქ კობახიძე არ მივიდა რიჟვაძის კლინიკაში ყოფნისას, მაშინვე მოგვაწოდეს ინფორმაცია თითქოს ძალიან დიდი ბრაზი მოყვა ივანიშვილის მხრიდან ამ წერილის გავრცელებას სამთავრობო მედიებით. ეს ეხა დაუდასტურებელია, შიდა წყაროებიდან გვაქვს ეს ინფორმაცია და ეხლა განვითარებული პროცესები მართლა მეტყველებს მაგაზე, იმიტომ რომ წერილი, რომელიც სამთავრობო მედიებს გაავრცელებინეს, სწორედ მათ შიდა ამბებზე იყო აგებული და ივანიშვილმა თითქოს გააპროტესტა, რატო გაავრცელეს წერილი, სადაც რიჟვაძე კორუფციას მაბრალებენო ამაზე წერდა. არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილის, ბიჭო, გრიგორიჩ გასაკოჭად ნუ გავუხდი ბიჭო ამათ საქმეს. ვინა ვასწავლეთ რა ხალხია ესენი, გადახედე ბიჭო რა ტიპები არიან. ვისთან გაქვს საქმე, ჩემზე უკეთესად ხო იცი ეს არასერიოზული ხალხია. დაგღუპეს უკვე აქამდე მიგიყვანეს და უარეს გიზამენ. ცოტა აზემოდი. სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი აი ამ სიგიჟიდან რომ გამოძრე. რაც შეეხება კობახიძე მდინარაძეს კიდე გეუბნებით. მხოლოდ ერთიანობით, არანაირი ხელების ჩამოშება 4 ოქტომბერს მთელი საქართველოს უნდა შევიკრიბოთ. მანამდე მოხდება კიდე რამე ეს სისულელეს იზამენ? 10 სექტემბერს იქნება დასამთავრებელი. უნდა ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ერთობით. მე როცა იძახია რომ გეგმაც არის, ხალხიც ვარსებობთ, ადამიანებიც არიან, არც თავგანწირვის არ შეგვეშინდება და გეუბნებით. 30 წუთია საჭირო, რომ ის კი არა ფოხანა შეგვეხვეწება, რომ ხო არ დავიჭირო კობახიძიან დინარს. აგერმე და აგერმე. მადლობა ლევან, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, არ გამიბრაზდეთ, არ გაწყრეთ. აი კობახიძემ გუშინაც გაიმეორა ერთ-ერთი ინტერვიუში, თუ არ ვცდები, ან სულ ამას იმეორებენ ბოლო პერიოდში, რომ აი უწყისი გვაქვს ნანახი ლევან ხაბეიშვილი, აგენტი და ასე შემდეგ. აი ამაზე რა პასუხი გეკნებოდა? ხო, ხვდებით, აბსოლუტურია, აბსოლუტური. ხაგია, მაგრამ აი მიზანში ხავხართ ამოყვანილი და ყველა ეთერში და ყველა კომენტარში ამაზე იწყებენ საუბარს, რომ აი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აგენტია სუსი. სულ იყო რომ ისო რა ქვია, აი კეზერაშვილმა მისცა მილიარდები, ხაბეიშვილს რომ მილიარდები აქვს, ამას ვერ დაუმტკიცებენ ჩემს მეზობლებს, თბილისელებს, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მარტივია ყველა უყურებს, ვინ როგორ გადაადგილდება რანაირად. მეორე ხა რა უნდა თქვენ? ეხლა თქვენ საიდან აქვს ეს ინფორმაცია? აი ღარიბაშვილი, აი ლილუაშვილი აზრობს, აი ამას აგენტია და იმიტომ აქვს ინფორმაცია. ინგა ეს არის აბსოლუტური, ნორმალური მათი მდგომარეობიდან. ეს რო არ გააკეთონ, მაშინ უნდა მესროლონ. სხვა გამოსავალი მათ არა აქვთ, ხო? ადამიანს როგორ აჩუმებ, ან მის დემონიზებას აკეთებ და შაუპიარს ან უნდა ესროლო. მაშინ თუ პირობითად, ხო? მე არა მაქვს არანაირი პრობლემა. რასთან დაკავშირებით იცი? ლილუაშვილი ჩემსკენ არის, ღარიბაშვილი ჩემსკენ არის, გომელაურიც, კეზერაშვილიც, ახალაიაც, მერაბიშვილიც, სააკაშვილიც. მაშინ ამათ რა უნდა მთავრობაში საერთოდ? ვინ არიან ესენი ბიჭო? ესენი ვინ არიან? აი ნახავთ თქვენ, თუ ეს ხალხი მაგათი მთავრობის წევრები ვინც არიან, მონაწილეობას არ მიიღებენ ამათ ჩამოგდებაში. ეს იქნება უახლოეს პერიოდში. არაუგვიანეს 4 ოქტომბრის. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენი ვერსია. ეხა და ეხა უფრო დავფიქრდი,